დისტანციური წვდომის პროგრამული უზრუნველყოფა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია. ასეთი სისტემები საშუალებას იძლევა ლოკალური ქსელის მიღმა მყოფმა მომხმარებელმა ან სისტემურმა ადმინისტრატორმა სრული კონტროლი მოიპოვოს დაშორებულ გამოთვლით მანქანაზე. ტექნიკური თვალსაზრისით, დისტანციური მართვის სოფტები მოქმედებენ კლიენტ-სერვერის, ან უფრო ხშირად, peer-to-peer არქიტექტურის პრინციპით, სადაც მონაცემთა პაკეტების მიმოქცევა გადის ფიზიკური და ლოგიკური ქსელების რამდენიმე შრეზე. აღსანიშნავია, რომ გრაფიკული ინტერფეისის, კლავიატურისა და მაუსის ბრძანებების რეალურ დროში გადაცემა მოითხოვს ქსელური რესურსების მაქსიმალურ ოპტიმიზაციას და მინიმალურ დაყოვნებას, რასაც ლატენტურობას უწოდებთ. განვიხილოთ ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროგრამა, AnyDesk-ი. AnyDesk-ის მუშაობის ფუნდამენტური პრინციპი ეფუძნება მათ მიერ შემუშავებულ სპეციფიკურ ვიდეო კოდექს, რომელსაც Desk-RT ეწოდება. სტანდარტული ვიდეო კოდეკებისგან განსხვავებით, Desk-RT ოპტიმიზებულია კონკრეტულად კომპიუტერული გრაფიკული ინტერფეისისთვის, სადაც ხშირად გვხვდება კონტრასტული ფერები, ტექსტები და დიდი სტატიკური უბნები. პროგრამა მუდმივად აანალიზებს ეკრანის ბროუფერს და ქსელში აგზავნის მხოლოდ იმ პიქსელების განახლებულ ინფორმაციას, რომლებმაც ცვლილება განიცადეს. ქსელური შეერთების კუთხით, AnyDesk იყენებს ეგრეთ წოდებულ ტოპოლოგიურ მარშრუტიზაციას. როდესაც მომხმარებელი უთითებს სამიზნე კომპიუტერის უნიკალურ იდენტიფიკატორს, AnyDesk-ის ლოკალური კლიენტი უკავშირდება კომპანიის ცენტრალურ სერვერს. ეს სერვერი ასრულებს მხოლოდ დირექტორიის ფუნქციას. ის აკავშირებს ორ იდენტიფიკატორს და უცვლის მათ გლობალურ IP მისამართებს. ამის შემდეგ, სისტემა ცდილობს დაამყაროს პირდაპირი კავშირი კლიენტებს შორის UDP hole punching-ის ტექნოლოგიით. თუ როუტერის NAT-ი, ანუ ქსელური მისამართების ტრანსლაციის პროტოკოლი ამის საშუალებას იძლევა, მყარდება პირდაპირი გვირაბი. მონაცემები გადაიცემა დაშიფრული სახით და ტრაფიკი აღარ გადის AnyDesk-ის სერვერებზე. შესაძლებლად, რომ ავიღოთ მეორე პოპულარული გადაწყვეტილება, TeamViewer-ი, დავინახავთ არქიტექტურულ განსხვავებებს. TeamViewer-ი თავდაპირველად შეიქმნა უფრო ფართო კორპორატიული მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერის ინსტრუმენტად. მისი ქსელური ქცევა ოდნავ უფრო აგრესიულია NAT-ის და Firewall-ის გადალახვის კუთხით. AnyDesk-ის მსგავსად, ისიც იწყებს კავშირის დამყარებას ცენტრალური მასტერ სერვერის მეშვეობით. თუმცა თუ პირდაპირი კავშირის დამყარება ვერ ხერხდება ქსელის რთული ტოპოლოგიის გამო, TeamViewer-ი მომენტალურად გადადის მარშრუტიზაციის სარეზერვო გეგმაზე. ამ დროს ის იყენებს კომპანიის მფლობელობაში არსებულ Relay სერვერების უზარმაზარ გლობალურ ქსელს. ორივე კლიენტი უკავშირდება ერთ-ერთ Relay სერვერს სტანდარტული TCP/80 ან 453 პორტების გავლით. ეს პორტები განკუთვნილია ჩვეულებრივი ვებ ტრაფიკისთვის, ამიტომ კორპორატიული Firewall-ები მათ როგორც წესი არ ბლოკავენ. შედეგად, ტრაფიკი ფიზიკურად გადის TeamViewer-ის სერვერზე. მიუხედავად იმისა, რომ TeamViewer-ი იყენებს AES 256 ბიტიან შიფრაციას და აცხადებს, რომ სერვერს არ შეუძლია პაკეტების გაშიფრვა, ტრაფიკის შუალედურ კვანძზე გავლა მაინც ამატებს ლატენტურობას და მოიხმარს მეტ ქსელურ რესურსს, ვიდრე AnyDesk-ის მსუბუქი კლიენტი. გარდა ამისა, TeamViewer-ი თავის თავში აერთიანებს უამრავ დამატებით მოდულს, როგორიცაა ფაილების მენეჯერი, ვიდეო კონფერენცია და Active Directory-სთან ინტეგრაცია, რაც პროგრამას საბოლოო ჯამში უფრო მძიმეს ხდის ოპერაციული სისტემისთვის. ზოგადად, მსგავსი ტიპის დისტანციური წვდომის სოფტების გამოყენების მიზანშეწონილობა და რეკომენდაცია პირდაპირ დამოკიდებულია გამოყენების სცენარსა და უსაფრთხოების მოთხოვნებზე. ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტისთვის, რომელსაც სჭირდება მომხმარებლის კომპიუტერზე ერთჯერადი, სწრაფი წვდომა პრობლემის გადასაჭრელად, ასეთი პროგრამები იდეალურია. ისინი არ მოითხოვენ კლიენტის მხრიდან ქსელის კონფიგურაციას, პორტების გახსნას ან IP მისამართების ცოდნას. თუმცა, სისტემური ადმინისტრირებისა და კორპორატიული უსაფრთხოების პერსპექტივიდან, კომერციული დისტანციური პროგრამების მუდმივ, ეგრეთ წოდებულ unattended რეჟიმში დატოვება სერვერებზე ან სამუშაო სადგურებზე კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. პირველი და ყველაზე დიდი პრობლემა არის ნდობის ფაქტორი მესამე მხარის მიმართ. როდესაც იყენებთ AnyDesk-ს ან TeamViewer-ს, თქვენი ქსელის კარი ღიაა გარე სერვერებისთვის. მიუხედავად კრიპტოგრაფიული დაცვისა, პროვაიდერი კომპანიები სრულად ფლობენ მეტამონაცემებს. მათ იციან კავშირის დრო, ხანგრძლივობა, ლოკაცია და გადაცემული ინფორმაციის მოცულობა. მეორე კრიტიკული საფრთხე არის ნულოვანი დღის, ანუ zero day მოწყვლადობები თავად ამ პროგრამების კოდში. ისტორიაში მრავლად არის ფაქტები, როდესაც ჰაკერულმა დაჯგუფებებმა შეძლეს დისტანციური პროგრამების ინფრასტრუქტურის გატეხვა, ან თავად პროგრამის მოწყვლადობის გამოყენება. ვინაიდან ეს პროგრამები ოპერაციულ სისტემაში მუშაობენ უმაღლესი ადმინისტრატორის პრივილეგიებით, ნებისმიერი ხარვეზი კოდში ბოროტმოქმედს აძლევს სრულ კონტროლს გამოთვლით მანქანაზე. გარდა ამისა, ხშირია სტატიკური პაროლების brute force, ანუ ავტომატიზირებული გამოცნობის შეტევები. თუ იდენტიფიკატორი ცნობილია და პაროლი სუსტი, სისტემა მარტივად ტყდება. ამიტომ, მაღალი რისკის მქონე გარემოში, უსაფრთხოების ოქროს
სტანდარტად რჩება შიდა ქსელში დამოუკიდებელი VPN, ანუ ვირტუალური კერძო ქსელის სერვერის გამართვა. VPN-ის არქიტექტურა სრულად გამორიცხავს შუამავალ სერვერებს. როდესაც გარედან გჭირდებათ ქსელში წვდომა, თქვენი მოწყობილობა მძლავრი კრიპტოგრაფიული ალგორითმებით, მაგალითად WireGuard-ის ან OpenVPN-ის პროტოკოლით, პირდაპირ უკავშირდება თქვენსავე როუტერს ან სერვერს. წარმატებული ავტორიზაციის შემდეგ იქმნება დაშიფრული გვირაბი და თქვენს დისტანციურ მოწყობილობას ენიჭება შიდა ლოკალური IP მისამართი. ფაქტობრივად ოპერაციული სისტემა და ქსელური მარშრუტიზატორი თვლის, რომ თქვენი მოწყობილობა ფიზიკურად მიერთებულია შიდა ქსელის სალტეზე. მონაცემთა გაცვლა ხდება პირდაპირ ყოველგვარი გარე დამკვირვებლის გარეშე. მას შემდეგ, რაც VPN კავშირი დამყარდება და აღმოჩნდებით დაცულ შიდა ქსელში კომპიუტერების სამართავად გამოიყენება უკვე ოპერაციულ სისტემაში ინტეგრირებული ინსტრუმენტები. Windows-ის გარემოში ეს არის RDP, ანუ Remote Desktop პროტოკოლი. RDP არ საჭიროებს დამატებითი სერვისების გაშვებას და ბევრად უფრო ღრმად არის ინტეგრირებული სისტემის ბირთვთან. ის გადასცემს არა ეკრანის ვიდეო ნაკადს, არამედ გრაფიკული ობიექტების რენდერის ბრძანებებს. ამის გამო, RDP წარმოუდგენლად სწრაფია და მოიხმარს მინიმალურ გამტარუნარიანობას. VPN-ისა და ლოკალური დისტანციური პროტოკოლების კომბინაცია უზრუნველყოფს იმას, რასაც კიბერუსაფრთხოებაში ნულოვანი ნდობის, ანუ Zero Trust არქიტექტურას უწოდებენ. სისტემურ ადმინისტრატორს აქვს სრული კონტროლი იმაზე, თუ ვის, როდის და რა რესურსზე აქვს წვდომა. ყველა ლოგი ინახება ლოკალურად, ხოლო ქსელის გარე პერიმეტრი სრულად დახურულია პოტენციური შემტევებისთვის, რადგან არც ერთი ღია პორტი არ პასუხობს მოთხოვნას შესაბამისი კრიპტოგრაფიული გასაღების გარეშე. სწორედ ეს ხდის მას უალტერნატივო გადაწყვეტილებად პროფესიონალური და უსაფრთხო ქსელური ინფრასტრუქტურის სამართავად. გმადლობთ ყურადღებისთვის. გამოიწერეთ IT Folio, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი საინტერესო თემები. მომავალ შეხვედრამდე.